ალექსანდრე ბატონიშვილი ერეკლე მეორის მე-17 შვილი იყო. იქნებ საქართველოს ბედი უფრო სხვანაირად წარმართულიყო იგი, რომ ნაბოლარად კი არა, მემკვიდრე უფლისწულად მოევლინა განგებას. ქვეყნის მიერ თავისუფლების დაკარგვის შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა წარმოადგენდა ალექსანდრე ბატონიშვილის ცხოვრების ერთადერთ მიზანს და მისი პოლიტიკური გამჭრიახობა და სახელმწიფოებრივი სიბრძნე დაბეჯითებით იძლევა იმ თვალსაზრისში განმტკიცების საშუალებას, რომ მას რეალურად შესწევდა ძალა თავისი სამშობლოს გადარჩენისა მოყრულად მოსული მტრის ვერაგული ანექსიისაგან. ბატონიშვილის მთელი ცხოვრება აღბეჭდილია შეურიგებელი ბრძოლით მოძალადე ჩრდილოელი დამპყრობლის წინააღმდეგ და ამ ბრძოლაში მას მხარში ედგა მთელი ქართველი ერი. უკეთ მისი უდიდესი ნაწილი, ყველა ვისაც ვერ წარმოედგინა თავისი სამშობლოს არსებობა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარეშე. დღედადღე ცხენსა და უნაგირზე გაკრული მთელ საქართველოს გარშემო უვლიდა, კუთხიდან კუთხეში გადადიოდა, ჰკრებდა და ბრძოლის ჟინით აღანთებდა თავგანწირულთა რაზმებს, ყველგან მეგობრები და თანამგზავრნი ეგულებოდა. თვითონ იბრძოდა თავდაუზოგავად, სხვადასხვა დროს 40-მდე ჭრილობა ჰქონდა მიღებული. ბატონიშვილი არ წმუნებდა ხალხს, რომ პოლიტიკური დათმობა კი არ ააყვავებდა საქართველოს პირიქით, დაამდაბლებდა, საარსებო წყაროს წაართმევდა, დათრგუნავდა, უხსნიდა, რომ მსგავსი შეურაცხყოფა, რასაც ამ პერიოდში განიცდიდნენ მათ ერს თვით ჩაჰაბასის და აღა მაჰმად ხანის ეპოქაშიც არ განუცდია. სპარსელები ყოველთვის ჩვენი მტრები ყოფილან, მაგრამ არასოდეს არ გვახსოვს, რომ ჩვენი სამეფო სკიპტრა მათ ჩვენთვის წაერთმიოთ. ბევრი ტანჯვავაება გადაგვიტანია, მაგრამ ასეთი არაფერი მოგსწრებია. საქართველოს რუსეთთან შეერთება არც სამართლიანია, არც ზნეობრივი. ეს არც სამართლიანად მომხდარა, არც აუცილებლობით. გულდამძიმებული წერდა თანამზრახველებს. სხვა მიმართვაში იგი კიდევ უფრო გადაჭრით აფასებდა შექმნილ ვითარებას. განვლილმა დრომ დაგვანახა, რომ ჩვენი და რუსეთის ერთად ცხოვრება არ მოხერხდება. სხვადასხვა ხასიათის და ზნე-ჩვეულებების ხალხი ვართ. არაფერი წმინდა მათთვის არ არსებობს. დიდი და პატარა ტყუის, ხალხს ატყავებს, სიტყვის გატეხვა არაფრად უღირთ. მაგათთან შედარებით ყიზილბაშები ანგელოზები არიან. ჩვენ ხომ არ მივსულვართ მათთან. ისინი მოგვიცვივდნენ და მოსვენებას არ გვაძლევენ. ჩვენ ცოლშვილსა და ოჯახებს ვიცავთ. მშობლიურ მიწას და სახლკარს, ამათთან მტყუან მართლის გარჩევა არ არსებობს. ასობით ბარათსა და პროკლამაციებს გზავნის სხვადასხვა მხარეში. მარტო ერთ გლეხს რამდენიმე თვეში 40-ზე მეტი წერილი დაუწერია და დაურიგებია საჯავახიანოში. კორესპონდენციებს იგი ატანდა ისეთ თანამოაზრეებს, რომლებიც თავიანთი მჭერმეტყველებით, რჩევითა და ჩაგონებით ბატონიშვილის წერილებზე ნაკლებ შთამბეჭდაობას როდი ახდენდა ხალხზე. ეს წერილები ნერგავდა ოკუპანტების მიმართ სიძულვილს, აღვიძებდა პატრიოტობისადმი ნდობასა და სიყვარულს, გმირებად სახავდა თავისუფლებისათვის მებრძოლებს, ადიდებდა მათ თავდადებას. ერთგულ მამულიშვილებს ქართველი უფლისწული ყოველთვის ჯვარზე აფიცებდა, ცხოველმყოფელ ჯვარზე, რომელსაც განუშორებლად თანატარებდა. მის ხურჯინში მუდამიდო ბიბლია და ფსალმუნი, საიდანაც სულიერ ძალებს იკრებდა. თავის მოლაშქრეებთან ერთად ლოცულობდა, საომრად თავშეყრილ ხალხს ქრისტიანული მცნების ერთგულად დაცვისაკენ მოუწოდებდა. უნდა აღკვეთოთ ბოროტება, დავდგეთ სახარების მცნების ბრძანებაზეთ, ტიბიკონსაზედა, მაგრამ ურყევი ქრისტიანული რწმენა უფროს ძმასავით, გიორგი მე-12-ავით არ უშლიდა ხელს იმავე ქრისტიანულ აღმსარებლობაში თავშეფარებული ჩრდილოელი ერის ვერაგობა და ქვეგამხდურობა არ დაენახა, რომელიც მფარველისა და დამცველის სახით მის ქვეყანას დამონებას უქადდა. თავის განწყობილებებს ბატონიშვილი არც მალავდა და პირდაპირ მიახლიდა რუსებს უკმეხად. აი ჩვენმა ყურმოჭრილმა მონობამ თქვენს წინაშე სადამდე მიგვიყვანა. ყველა მეზობელი სახელმწიფოების სასაცილო გავხდით და ეს სულ თქვენის მთავრობის ბრალია. იმის ბრალია კიდევ, რომ თქვენსა და ჩვენს ერთი სარწმუნოებისანი ვართ. ეს თქვენი ამგვარი მოქმედება ამტკიცებს თქვენს ქრისტიანულ სიყვარულს. სადღაა იგი? არსად. თქვენის წყალობით იგი აღმოიფხვრა ხალხის გულში. ამიტომაც იყო, რომ ყველა ხერხითა და საშუალებით იბრძოდა დიდმყრობლური ვნებით შეპყრობილი იმპერიის წინააღმდეგ.
თავკაცობდა მთიულეთის აჯანყებას, ქმნიდა ანტირუსულ კოალიციას ამიერკავკასიაში, მეთაურობდა ერევნის ომს, ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა ნაპოლეონის ელჩებთან, რუსეთის წინააღმდეგ აგულიანებდა სპარსეთსა და თურქეთს. გასაკვირი არ არის, რომ რუსებიც სასტიკად იყვნენ გადამტერებულნი ბატონიშვილ ალექსანდრეზე. ციციანოვი უფლისწულს საქართველოს ბოროტ გენიას უწოდებდა. რუსები ყოველ ღონეს ხმარობდნენ მის ხელში ჩასაგდებად და მთავარ მართებლები უნიათობისთვის თხან მაზრის მოხელეებს ურისხდებოდნენ. თვალით არ დამენახოთ, ვიდრე ბატონიშვილი ალექსანდრეს მომხრეებს სულ ყველას არ დაიჭერთ და არ მომგვრით. ხან სპარსელებს ამუნათებდნენ. მე ამბოხე ბატონიშვილს ბინა აღარ მისცეთ და დაუყოვნებლივ გაბაწრული მომგვარეთ, თორემ ჩვენ შორის მშვიდობა არ იქნებაო. ხანაც თურქეთის მთავრობას უცხადებდნენ პროტესტს რუსეთის ელჩი ალექსანდრე ბატონიშვილის მიღების გამო. იმპერიის ერთგული მსახურნი ზოგჯერ მუქარითა და ზოგჯერ კიდევ ტკბილი სიტყვით ცდილობდნენ მის მიმხრობასა და გადაბირებას. ერთის მხრივ თუ რტისჩევი ემუქრებოდა მებრძანებას გავცემ, რაც შეიძლება გდევნონ, მოსვენება არ მოგცენ, სიცოცხლე გაგიმწარონო და ციციანოვმა სამჯერ გაზარდა იმ თანხის რაოდენობა 100,000 ოქრო, რომლითაც მისი სიცოცხლე იყო შეფასებული, მეორე მხრივ გენერალი ლაზარევი მლიქნელურად ურჩევდა დაბრუნებულიყო სამშობლოში და იმპერია სანაცვლოდ დიდ პატივს მიაგებდა მას. მაგრამ ალექსანდრე ბატონიშვილი კარგად იცნობდა რუსების პირუმტკიცობას და მლიქნელობას. იგი ამაყიუარით პასუხობდა: როდესაც თქვენ ტკბილი სიტყვებით მიხვევთ თვალს და მიტყუებთ თქვენკენ, ნაბრძანები გაქვთ ყველგან, რომ საცამნახავენ შემიმყრონ და დამაპატიმრონ. მე მხოლოდ ერთის ღმერთის მეშინია და ამაზე ვსასოებ, მეტი ჩემი შემშინებელი ჯერ არავინ გამოჩენილა. როდესაც ვერც ტკბილი სიტყვა და ვერც მუქარა ვერ სჭრიდა, ცბიერი სიუზერენი ცდილობდა ქართველი კაცისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ საგანს შეხებოდა და ბატონიშვილს თავისი ხალხის მტრობასაც კი უგონებდნენ. რტისჩევის ბრალდებაზე ხალხი მხარს არ გიჭერს და შენ ძალად აშფოთებ მათ და ცუდ უბრალოდ ღუპავო, თავისი სიმართლის ღირსებით პასუხობდა. ეს საიდან გამომიგონე ხალხი ყურს აღარ გიგდებსო. მაშის ამოდენა ხალხი საიდან მოგროვდა ჩემი დროშის ქვეშ? საიდან და რის გამო აღდგა ამდენი ხალხი, თუ თქვენ ხალხის სიყვარულს და მოთხოვნას არაფრად აგდებთ? ის რომ ზემოთქმული ლიტონის სიტყვები არ იყო და მართლაც მთელი იდგა ბატონიშვილი ალექსანდრეს გვერდით, დასტურდება რტისჩევთან გაგზავნილი ერთი დოკუმენტით. მთელი ჩვენს წინააღმდეგ არის აღდგარი. ალექსანდრე ბატონიშვილს ყველგან ბინა აქვს და ამიტომ ხელში ვერ მოვიგდე. გთხოვ ახალი ჯარები მომაშველოთ და აქ საგულისხმო ის გახლავთ, რომ ამ წერილს წერდა არავინმე გადამთიელი, არამედ ქართველი გენერალი ორბელიანი, რომელიც ფაქტიურად საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა. და განამარტო ეს ერთი ორბელიანი, როდესაც მთელი ერის პატრიოტი მამულიშვილები ალექსანდრე ბატონიშვილის მოლაშქრეთა რიგებში ირაზმებოდნენ, დამპყრობელთა ეპოლეტებზე და ჯინჯილებზე გაყიდულ ქართველ დიდებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამოწყალოდ ბოძებულ ჩინმედლებზე ცვლიდა თავისი ქვეყნის თავისუფლებას. და სრულიად ბუნებრივია, რომ არც ერთი მარცხის შეგნება არ იყო ისეთი განცდის საგანი ბატონიშვილისათვის, როგორც იმ თავის თანამემამულეთაგან, რომელთაგან ზოგი ჩრდილოეთიდან ამომავალი მზის ბრჭყბიალს დაებრმავებინა. ზოგიც მის მიმართ აღზრულ შურსა თუ ბოროტებას და ერთი ადამიანის სიძულვილის ფასად საკუთარ მამულს წირავდნენ ვერაგ დამპყრობელს. ამ მხრივ განსაკუთრებით ნიშანდობლივია 1800 წლის 7 ნოემბერს განცდილი მარცხი ნიახურას ველზე. ზეინის კოშკთან, როდესაც რუსეთის ორმა პოლკმა ლაზარევისამ და გულიაკოვისამ 3000 ქართველ მეომართან ერთად, რომელთაც სარდლობდნენ ბატონიშვილები იოანე და ბაგრატი, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ალექსანდრე ბატონიშვილის ჯარს. დიახ, სწორედ ასე მოხდა. ალექსანდრე ბატონიშვილს ებრძოდნენ თავისი სახლეულის წევრები და მათთან ერთად დიდგვაროვანი თუ უგვარონი, რომლებიც თავისივე ხელით ჭედდნენ საკუთარ ბორკილებს.
ის 3000 ქართველი რომ თავისიანებს ამოდგომოდა მხარში, სულ სხვა შედეგი ექნებოდა ბრძოლას. ბრძოლის შედეგად დამარცხებულმა ბატონიშვილმა ყარაბაღში თავის ერთგულ მეგობართან იბრეიმ ხანთან დაიდო ბინა. ბატონიშვილმა იცოდა, რომ მთელი კავკასიის გათავისუფლების გარეშე საქართველო ვერ მიაღწევდა თავისუფლებას. ქართველებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ყველა კავკასიელი ხალხის წინაშე. იგი სამართლიანად თვლიდა, რომ საკუთარი თავისუფლების დაკარგვით ჩვენ არა მარტო ჩვენს თავს, მთელს კავკასიას ვართმევთ თავისუფლებას. სამშობლოდან გადახვეწილი იგი წლების განმავლობაში ცხოვრობდა კავკასიის სხვადასხვა კუთხეში, ავარელებში, ჩეჩნებში, ლეკებში. მთელი ჩრდილოეთ კავკასია მზად იყო მის ერთ დაძახილზე ფეხზე დამდგარიყო. როდესაც ყაბარდოში არეულობა დაიწყო, მისმა წინამძღოლებმა ჩერქეზებმა მოსწერეს: ხალხმა ღირსფრცანით მივყვეთ ერთადერთს, ქვეყნის დამცველ კანონიერ ხელმწიფეს და გემსახუროთ თქვენ. 1812 წელს ნაპოლეონის შემოჭრის დროისათვის რუსეთში ბატონიშვილმა აჯანყების მოწოდებები დაგზავნა ჩეჩნეთში, ყაბარდოში, დაღესტანში და საყოველთაო განმათავისუფლებელი ლაშქრობისაკენ მოუწოდა მათ ერთიანი ძალისხმევით. უკვე დადგა დრო, როცა ჩვენ ერთად უნდა გამოვიდეთ ჩვენი საერთო მტრის, რუსების წინააღმდეგ. ღმერთმა ქნასამ უკუღმართობას ბოლო მოღებოდეს. მათთან ბრძოლა საჭიროა როგორც ამ სოფელს, ისე საიქიოს. სწერდა ალექსანდრე ბატონიშვილი თავის კავკასიელ ძმადნაფიცებს. ხოლო იმ დროს, როდესაც მთელი ჩრდილოეთ კავკასია ქართველი უფლისწყულის მზეს ფიცულობდა, მისი ქართველი თანამემამულენი აგრძელებდნენ მისსა და ერთდროულად საკუთარი ქვეყნის ღალატს. ბატონიშვილი პასუხად დიდ სულოვნად მოუწოდებდა შეენანებინათ და მიტევების პირობას აძლევდა. არ მოვდივარ თქვენს წინაშე ძალითა და ხმლით, არც მტრობით იმათ წინაშე, ვინც ცოტად თუ ბევრად დანაშაულობა ჩაიდინა ჩვენი მაღალი სახლობის წინაშე. მაგრამ დროთა განმავლობაში ასეთი წერილების აუცილებლობა შეწყდა. რუსთა მმართველობამ ისეთი დაღი დააჩნია ქართველებს, რომ არათუ მოღალატე დიდგვაროვანი თავადაზნაურობა, არამედ მისი უერთგულესი ადამიანებიც კი უიმედობაში ჩაყარა საქართველოს დამოუკიდებლად არსებობასთან დაკავშირებით. იმდენად, რომ როდესაც ალექსანდრეს 1826 წელს სურდა კახეთი ასაჯანყებლად განეზრახებინა, ის კახეთი, რომელიც 10-15 წლის წინ ბატონიშვილის ერთი ხელის დაქნევაზე მასთან ჩნდებოდა ხოლმე, ადგილიდან ვერ დაძრა. კახელებს უკვე აღარაფრის იმედი აღარ ჰქონდათ. 1944 წელს თეირანში გარდაიცვალა ალექსანდრე ბატონიშვილი. კაცი, რომელმაც მთელი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს სამეფო ხელისუფლების აღდგენას და რუსთა ოკუპაციისგან გათავისუფლებას. ბედის უკუღმართობით ალექსანდრე ბატონიშვილის ნეშტი დაკრძალულია სამშობლოდან შორს, თეირანის სომხურ ეკლესიაში. მე-20 საუკუნის 90-იან წლებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვების შემდეგ ქართველებს ეძლეოდათ საშუალება ერისთვის დამაშვალი უფლისწყულის ცხედარი მიებარებინათ მშობლიური მიწისათვის. ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის თვალსაზრის გამოხატავდა გურამ შარაძის მოწოდება. თავისუფალი საქართველო სამუდამოდ ჩამოშორებული რუსეთს მიაბარებს დიდებულ მამულიშვილს საკუთარ მიწას, სადაც განისვენებენ დიდი მეფენი ბაგრატი, დავითი, გიორგი, თამარ, ერეკლე. ვფიქრობ დადგა დრო ჩვენი წინაპრების ნანატრი ოცნების ახდენისა. ამ ოცნების ხორჩშესასხმელად პროფესორი მაგალი თოდუა საკუთარი მოკვლევის შესახებ ამცნობდა თანამემამულეებს პრაქტიკული ნაბიჯების გასაიოლებლად. მე მოვიხადე ჩემი მოვალეობა, მოვნახე ალექსანდრე ბატონიშვილის საფლავი შაჰ აბულ აზიმის ალაყაფთან მდებარე სომხურ ეკლესიაში. მაგრამ ეკლესიის ეზო, სადაც იგი მარხია, ეკლესიის პატრონთ გაურემონტებიათ და ცემენტის ფილებით დაუფარავთ. კარო მინასიან სომხური გიმნაზიის მასწავლებელს უნდა ვუმადლოდე, რომ იმ წამებული ქართველის საფლავი ვიცით. იგი მარხია ეკლესიის ეზოში, მისი დასავლეთის კარების წინ, 4 ნაბიჯზე მარჯვნივ. რადგან ალექსანდრე ბატონიშვილი მართლმადიდებელი იყო, სომხური წესის მიხედვით მისი ეკლესიაში დაკრძალვა არ შეიძლებოდა. რატომ დაკრძალეს სომხურ ეკლესიაში? როგორც ჩანს, იმ დროს
სპარსეთში მართლმადიდებლური ეკლესია არ ფუნქციონირებდა. დაგვიწერეთ თქვენი აზრი ალექსანდრე ბატონიშვილთან დაკავშირებით. გამოიწერეთ კარდუს გვერდები, მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოსზე.